დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ბოსტნეულზე და ბახჩეულზე ფასები 5.3%-ით გაიზარდა, ხოლო ზეთზე და ცხიმზე 3%-ით. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება რძის, ყველისა და კვერცხის ფასებს, მისი მაჩვენებელი დეკემბერში წინა თვესთან შედარებით 2.4%-ითაა მომატებული. გაზრდილ ფასებზე საუბრობენ რიგითი მოქალაქეებიც. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ფასმა განსაკუთრებით ცხიმზე და ტკბილეულზე მოიმატა. რასაც სადღესასწაულო დღეებს უკავშირებენ. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ფასის ზრდა უმნიშვნელოა. ყველაფერსაც მომატებულია, მე ნაკლებად ყველაფერს მიყიდია რა. ყველაფერს მომატებულია. ძირითადად აი შედარებით წინა თვესთან რას აქვს უფრო? მე ახლა წუთი რა ვიცი, მე ახლა ზეთი 5 არის და 6-იანი წარიცი. ზოგადად აქ ფასდაკალება ხოლმე და იმაშო ყიდულობდა. ყველაფერი მომატებულია აბსოლუტურად. რომელი ერთი აი განსაკუთრებულად რომელი ერთი გამოყო, ყველაფერი არის გაძვირებული, მარტო გრეჩი ხან დაიკო. რა თქმა უნდა, გაუარესებულია ფასები, გაზრდილია, უჭის ხალხს და გვიჭის, მაგრამ მეტი გამოსავალი არ არის. აიწია კი, შედარებით აიწია. სხვადასხვა პროდუქციაზე, ზუსტად არ ვიცი. ზუსტად ვერ გეტყვით. არა, უშავსახა, რა ზიან, ფასები ლანდებურად იცია, როგორც იცია ხანისია ხანის. ძალიან ძვირია ყველაფერი, აბა გაიხედეს, ყველაფერი ძალიან ძვირი არის. რომელ პროდუქტებმა მოიმატა? ყველაფერმა მოიმატა, რა ვიცი, მე რომელ პროდუქტი ყველაფერმა მოიმატა თითქმის. ყველა რამ არ მოიმატა, იგას ვქი. იანდრისთვის არ მოიმატა ყველაფერმა, ყველა პროდუქტმა. პილმენი გინდა, გუფთა გინდა, პილმენს ყიდულობდი გუფთასა. 7 თუ 7 და 30 და 9 ლარი არის. რა პერიოდში მოიმატა? მომატებული იყო, მაგრამ კიდე მოუმატეს. ეხლა გაზემაც უნდა მოიმატოსო, რა ქნას ხალხმა? 35 ლარი რაში ეყოფა? პენსიონერ ადამიანსა. 40 ლარის პენსია წამლები ვიყიდე.